რივია მოვახერხე რაღაცნაირად შევსულიყავი დარბაზში კი მინდა გითხრათ რომ თავისთავად სასამართლოც იქცა უკვე ისეთ როგორ გითხრათ აი ისეთ აბსოლუტურად ეფემერულ რაღაცა შეკრების ადგილად აქ არაფერი არ წყდება აქ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ეს იგრძნობა აი ჰაერშივე რო გითხრათ შევედით მინდა გითხრათ რომ პირველი 4 რიგი დაკავებული ჰქონდათ პოლიციელებს დანარჩენი დარბაზში ვიყავით მოქალაქეები და აი მედია თავისთავად ცხადია ძალიან აქტიურად ჩართული. მთელი გზა ვლაპარაკობდით მე და ჩვენი მეგობრები რომ ამას მაინც არ გააკეთებენ, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ესკალაციისკენ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ძალიან დიდი პოლარიზაციისკენ და არ აგონია რომ ამაზე წავიდნენ. აი ადამიანურად, აი ადამიანი როგორც იფიქრებდა და თქვა რასაც წარმოიდგენდა, იყო ეს, მაგრამ რაღაცა მომენტში სულ გავკრავდა ხოლმე მაინც თავში რომ აი რატომ არ იზამენ ამ რაღა დარჩა აი დარჩა ეს რომ ადამიანმა რომ იგრძნოს თავი მშვიდობია ნორმალურ რასაც ისინი ხას უსვამენ რომ მშვიდობა გვინდა თუ ჩვენ მშვიდობა გვინდა თუ ჩვენ რეალურად ესკალაცია არ გვინდა როგორ მოხდა დღეს ის სასამართლო დარბაზში რაც მოხდა ანუ ადამიანი ორი თვე დატოვეს პატიმრობაში რატომ დატოვეს ეს ადამიანი პატიმრობაში თან არის ლაპარაკი მზია ამაღლობაზე ამ ადამიანს არაფერი ისეთი არ გაუკეთებია. ის გალაწუნება, რაც თქვათ მოხდა და ეს დიდი სისხარტით იყო აღბეჭდილი სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერებში და ნელი კადრებით გაშვებული, შენელებული კადრებით, რომ კარგად დაემახსოვრებინა ადამიანის თვალს, რომ ეს მოხდა, მაგრამ ამას წინ რა უძღოდა ეს ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა, ვისაც არ აქვს ყოველდღიური შემხებლობა, გულისხმობ ძალოვანი უწყების თანამშრომლებთან ძალიან რთულია გაიგოს მზია ამაღლობელის, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მიჭირს ხოლმე მათთან კომუნიკაცია გადაღებების დროს, გადაღებაზე მუშაობის დროს, იმიტომ რომ ისინი გამოირჩევიან უზრდელობით, ცინიზმით და მოდით ყველა ადამიანები ვართ და შეურაცხყოფას ისე გაყენებენ, რომ შენ აი წარმოუდგენელ დამამცირებელ ეპითეტებს იყენებენ, არ აქვს მნიშვნელობას რა მიკროფონი გიჭირავს და მიკროფონი დგახარ მის გვერდით თუ მიკროფონის გარეშე წარმოუდგენელ სითავ ხედესთან გვაქვს საქმე, როდესაც მათთან გვაქვს კომუნიკაცია. არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რა უძღოდა წინ ამაღლობელის ამ სილის გაწმას ბათუმის პოლიციის უფროსის სახეზე. მანამდე ჩვენ გვცემეს, მანამდე ჩვენ გვირთხეს, მანამდე ჩვენ დაგვასისხლიანეს, მანამდე ჩვენ ხელები გვიმტრიეს და გვაფურთხეს კიდევაც. და დღეს ვიღაცისთვის რაღაცა როცა ხდება მიუღებელი, მოდით ერთი კვირის წინანდელს გადავხედოთ, კიდევ უფრო წინანდელს გადავხედოთ და ვნახოთ გვექცევიან ისე როგორც ჩვენ არ გვინდა არავის რომ მოვექცეთ. ეს გამორიცხულია. ადამიანი რომელიც არის დაბადებული ადამიანად, ამას ვერასოდეს თავისი დიდი ინტერესით და თავისი სურვილით ამას ვერასოდეს ვერ გააკეთებს. თუ აიძულებს, მას დღეს მეც გამოვედი მდგომარეობიდან, სასამართლოს დარბაზიდან რომ გამოვედი და მინდა გითხრათ ძალიან არ სიამოვნებს ამ მდგომარეობაში ვიღაცამ ნახოს, მაგრამ არის ისეთი გარემოებები, როცა ადამიანს უკვე უჭირს თავის შეკავება და ძალიან აგრესიული და შეიძლება ძალიან მიუღებელი ფორმითაც, რაც დარწმუნებული ვარ მზიასთვისაც შეიძლება ძალიან რთული გადასატანია უბრალოდ ის მიიყვანეს რომ ხომ არსებობს ეს სტიმული ამ მდგომარეობამდე ამ მდგომარეობამდე მიყანეს მე საზოგადოებას მინდა ერთადერთი რამ უთხრა რომ თუ ვინმე ელოდება რომ ამ არჩევნებით მშვიდობა მიიღო აქვე ვეტყვი რომ ის უდიდესი ამერიკელი პოლიტიკოსი რომელიც ამბობდა რომ თუ არ იქნება სამართლიანობა არ იქნება სიმშვიდე მაშინ უნდა იცოდეთ რა რომ თქვენ აირჩიეთ ზუსტად ისეთი პარტია რომელიც ამ სიმშვიდეს ვერ უზრუნველყოფს, არამედ პირიქით მიიყავს ეს ყველაფერი ესკალაციისკენ. თუ კი ჟურნალისტს აი ესე გაუსწორდებიან, ციხეში ჩააგდებენ, თუ კი მაკა ჩიხლაძეს, თუ კი გიორგი შეწირულს, თუ კი ძალიან ბევრ ჩემ კოლეგას მიაყენებენ სასწაულ, მე მაგალითად საერთოდ მაკა ჩიხლაძე როგორ გადარჩა გეფიცებით, არ ვიცი, დღემდე არ ვიცი. ამიტომ აი მთელი გული გეუბნებით, რომ თუ ჩვენ ვაძლევთ ხმას სიმშვიდეს იგზა რა გზითაც მივდივართ სიმშვიდემდე ვერ მიგვიყვანს ვერაფრით ვერ მიგვიყვანს თუმცა მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელებით ამ დრომდე არ უპოვია შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია და მზია ამაღლობელი ციხეში გამოკეტა კი ბატონო აი ეგ არის ეგ არა სასაცილო აღარ არის ძალიან მძიმე რამეა ეგ როდესაც ჩვენ თბილისში მაგალითად ახლა ყველამ ვიცით კონკრეტული სახელები და გვარები ვიცით ვინ და როგორ და რა მოხდა
და ეს ადამიანები ჩვეულებრივად განაგრძობენ ქალაქში სიარულს და მზია ამ აღმობელი დღეს 2 თვით 4 მარტამდე გამწესეს კვლავ საპატიმროში. ეს იმხელა უსამართლობაა, რომ ვერანაირ სიმშვიდეს ეს ვერ მოიტანს. გამორიცხულია, უბრალოდ გამორიცხულია. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ქალბატონ ნინო ესკალაციის საკითხი და ის მშვიდობის დაპირებით მოსული ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ნაბიჯ მიზან მიმართულად იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც საზოგადოებას გამოიყვანს წყობიდან, ისევე როგორც გამოიყვანეს წყობიდან ქალბატონი მზია და ეს პროტესტი გახდება კიდევ უფრო მწვავე. იმიტომ რომ შემთხვევითი არ მგონია მე პირადად კობახიძის განცხადება ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტასთან დაკავშირებით. არ მგონია რომ შემთხვევითი იყო პირველივე დღეს ძალისმიერი მეთოდებით აქციის მონაწილეებზე გასწორება. ასევე შემთხვევითი არ მგონია მზია ამაღლობელის ციხეში გამოკეტვა. ეს ნაბიჯები სწორედ ხომ არ ისახავს მიზნად იმ ესკალაციას, რომელიც თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ. იგი მე ზუსტად მაგას გულისხმობდი. იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც ხდება დღეს ჩვენ თავს, ეს არის გადადგმული ნაბიჯები ესკალაციისკენ. აუცილებლად ასეა. და აწყობთ რატომ? როგორ გითხრათ, მე არ ვიცი რატომ აწყობთ ეს ამბავი, არ უნდა აწყობდეთ არც ერთ შემთხვევაში. ნამდვილად არ უნდა აწყობდეთ. იმიტომ რომ ეს ადამიანები უკვე არიან კონკრეტული აი ესეთი ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რეჟიმიდან გამოსულები, აბსოლუტურად ყველანი ასე ვართ. ჩვენ დღეს მაგალითად ჟურნალისტები აღარა ვართ მარტო, ვართ მეომრები. ყველა ადამიანი დღეს მეომარია, ვინც დგას რუსთაველზე, ვინც დგას საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ვინც დგას ბათუმში სასამართლოს დარბაზის წინ, ვინც ასევე არის გაფიცული და 15-ში საყოველთაო გაფიცვა ცხადდება. 47 დღეა აი ეს მდგომარეობა. 47 დღეა. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სახლში ვეღარ შეიყვან. ეს ხალხი გამოსულია იმისთვის, რომ მიიღოს ის, რაც უნდა. რომ ზუსტად კი ბატონო, ჩვენც მშვიდობა გვინდა და ზუსტად იმიტომ, რომ გვინდა მშვიდობა, ზუსტად ამიტომ ეხლა უნდა მივიდეთ იმ კონკრეტულ წერტილამდე, რასაც ქვია ახალი არჩევნების დანიშვნა აუცილებლად და პატიმრების გათავისუფლება პირველ რიგში. ეს არის ამ ხალხის მოთხოვნა და სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, ეს ადამიანები სახლში არ წავლენ თავისი ნებით და იქნება მუდმივი აი ესეთი უბედურება ჩვენს ქალაქში და ამ პირობებში ან მათთვის როგორ შეიძლება კომფორტული იყოს მუშაობა, ან საერთოდ რა უნდა გააკეთო ადამიანმა და ჩვენზე ხო საერთოდ ლაპარაკი აღარ არის. მე თავს ვეღარ ვძნობ, ვეღარ ჟურნალისტად და ვეღარ წამყვანად. მე ვარ ადამიანი, რომელიც ახლა ვიცავ ჩემს სამშობლოს 21 საუკუნეში 2024 წელს. აი ესეთი რეალობა. და ბოლო კითხვა ქალბატონ ნინო და დაგემშვიდობებით, მესმის რომ ყველასთვის მართლა ძალიან მძიმე საყურებელი იყო და მეც ვიყავი იმ ადამიანების რიგებში, ვინც ამბობდა, რომ მოსამართლე ერთგვარ გამოსავლად თუნდაც სხვა ალტერნატიულ აღკვეთს იპოვიდა, მათ შორის გირაოს და კი, მე ნამდვილად მაგას ველოდი და წერან გელა მეუბნებოდა მთიულიშვილი, რომ აღარ არის დრო იმ მოლოდინების, როგორც ხედავთ, როცა ვინმეს იმედი ან რამე სამართლიანობის იმედი უნდა გქონდესო. სამწუხაროდ შევცდით და ძალიან მძიმე იყო. თქვენ საუბრობთ პატიმრების გამოშვებაზე და ახალ არჩევნებზე, თუმცა რეჟიმი ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭერს მარყუშს, რომელიც გადმოგდებული აქვს საკუთარი ხალხის თუ ხალხის თავისუფლების ხელიდან გამოსაცვლელად. რა დაახევინებს რეჟიმს უკან? ჭკუა, რომელიც უნდა რაღაცნაირად მოიპოვოს თავის წიაღში, არ ვიცი. ჭკუა ერთადერთი ჭკვიანი ადამიანი ახლა სხვანაირად მოიქცევა აუცილებლად. იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მშვიდობიანი ქვეყანა თუ გინდა, ხო გინდა ეს ქვეყანა განვითარებისკენ წავიდეს და ზუსტად იმ სიმშვიდისკენ წავიდეს, რასაც მპირდები, რასაც მეუბნები, რომ აი მე მინდა მშვიდობა და მშვიდი ცხოვრება. თუ მშვიდი ცხოვრება გინდა, გადადგიეს ნაბიჯი ამ წუთას, შენ გაქვს ეს რესურსი, ჯერ კიდევ გაქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო სწრაფად მიხვდებიან, რომ აი ესეთი ფიზიკის მარტივი კანონია, წინააღმდეგობა როგორც კი დარტყმისალა როგორც კი იზრდება, წინააღმდეგობაც ბუნებრივად შესაბამისად იზრდება და ამიტომ რა ვიცი, მე მგონია რომ ძალიან მარტივი და გამოცდილია ეს ყველაფერი, არაფერი ახალი ამაში არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არა ვართ თან იმ მდგომარეობაში და იმდენი, რომ ასე ვეჭიდაოთ ახლა ერთმანეთს. მიიღოს გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ პირველ რიგში მინდა გითხრათ და რა თქმა უნდა ქვეყნის სასარგებლოდ და ამ ადამიანების სასარგებლოდ, ვისაც ახლა ესე
მოწმობების. მადლობა ნინო ზაუტაშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი, რომელიც დღეს იმყოფებოდა ბათუმში იმ პროცესზე, სადაც ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ერთ-ერთში გამეორებული ტექსტით მოსამართლის მხრიდან პროკურატურის მოთხოვნის ტექსტს გულისხმობ რეპრესიების მიუხედავად პროტესტი არ წყდება საყოველთაო გაფიცვის წინ მსახიობ